როდესაც გესმით სიტყვა ომი, რომელი კონფლიქტი გახსენდებათ? მეორე მსოფლიო, პირველი, ან იქნებ რომელიმე დაპირისპირება საქართველოს ისტორიიდან. პირადად მე ბოლო რამდენიმე დღეა ომის გაგონებაზე საერთოდ სხვა ისტორია მომდის თავში. დაპირისპირება იმდენად დაუნდობელი, რომ ისტორიის წიგნებში იმსახურებ შეტანას. რას იფიქრებთ, რომ გითხრათ, რომ ეხლა, კი აი ეხლა როცა ამ ვიდეოს უყურებ, პარალელურად სისხლის მღვრელი ომი მიდის, რომელიც უკვე 17 წელია გრძელდება და ბოლო ჯერ კიდე არ უჩანს. და ის რომ შენც კი შეგიძლია მასში მონაწილეობა მიიღო, თუ ზედმეტი თავისუფალი დრო გაქვს. მოგესალმებით ვიდეოში მექსიკურ-იტალიური ომის სალათი ცეზარის გამო, ან სადამდე მიყავს ადამიანები უსაქმურობას და გაბუქებულ პატრიოტიზმის გრძნობას. თუ მოგეწონება ეს ვიდეო გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო და დატოვე ნებისმიერი კომენტარი. ეს ძალიან შემეწყობს ხელს და მადლობელი დავრჩები. დავეხმაროთ დამწყებ იუთუბერს. პირდაპირ უნდა ვახსენოთ ის, რომ კონფლიქტი, რომელსაც დღეს შევეხებით, არ ხდება არც მინდორში, არც მთებში და არც ნანგრევებით შემორტყმულ მიტოვებულ ქალაქში. არა, მისი წინა ხაზი ინტერნეტში, ვიკიპედიას გვერდზე გადის, ხოლო მასში მონაწილეობას მამაცი მეომრები ლეგენდებიდან და მითებიდან კი არა, unemployed აუტისტები იღებენ თავიანთი დედების სარდაფიდან. რომ დავფიქრდეთ, როგორი მშვენიერი საიტია ვიკიპედია. უფასო ენციკლოპედია, რომელშიც დოკუმენტირებულია კაცობრიობის მთელი ცოდნა. და მხოლოდ ერთი დაწყაბება გაშორებს შენი გონების ჰორიზონტების უსაზღვროდ გაფართოებამდე. საიტი, რომლის განვითარებაშიც ყველა მსურველს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს, კაცობრიობის უკეთესი მომავლისთვის. ეს არის ვიკიპედია იდეის დონეზე. რეალურად კი ის არის არაზუსტი ინფორმაციის, პოლიტიკური პროპაგანდის და ყველაზე უაზრო და აუტისტური რედაქციული ომების ადგილი. საიტი, რომელსაც ინფორმაციის მისაღებად კი არა, პრუფების სახით იყენებ, როდესაც ღამის 3 საათზე გაქვს YouTube-ის კომენტარებში ვიღაცასთან აბსოლუტურად უმნიშვნელო თემაზე კამათი. ჩვენი დღევანდელი ისტორია იწყება 2008 წლის 11 სექტემბერს. მოკლედ 11 სექტემბერი დაწყევლილი თარიღია, სანამ ამერიკელები მათ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ დღეს იხსენებენ და გლოვობენ. იტალიელი და მექსიკელი ბეისმენ დუელერები ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლს ხსნიან. მოდი საბაზრო ინფორმაციას გავეცნოთ და მოვლენების კონტექსტში შევიდეთ, სანამ მთავარ კერძზე გადავალთ. ჩემი აზრით ხუმრობა საჭმელზე ისე აქტუალურია დღევანდელი ვიდეოსთვის, როგორც არასდროს. სალათი ცეზარი 1924 წელს მოიგონა რესტორატორმა ცეზარ კარდინიმ, ლეგენდის თანახმად 4 ივლისს, როდესაც ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, დიდი რაოდენობის კლიენტების გამო მის რესტორანს პროდუქტები გამოელია. მაგრამ კარდინი არ დაიბნა და ადგილზევე მოიფიქრა ახალი სალათი, რომელშიც გამოიყენა ყველაფერი, რაც სამზარეულოში იყო დარჩენილი, თვითონ სალათი კი პირდაპირ დარბაზში მზადდებოდა, რომ სამზარეულოში ცოტათი მაინც განთავისუფლებულიყო ადგილი. ცნობისთვის აი ასე გამოიყურებოდა პირველი სალათი ცეზარი, ფოტო იმ რესტორნიდან არის, რომელშიც ის შეიქმნა და კი რესტორანი დღემდე არსებობს. ამერიკელები გაოცდნენ სანაც უნიკალური გემოთი, როცა ბურგერების და ქათმის ფრთების გარდა არაფერს ჭამ ფრეშ პოსტნეულს გასაოცარი გეჩვენება და ცოტა ხანში მან სახელი გაითქვა ჰოლივუდში, რის შემდეგაც მთლიან დანარჩენ სამყაროში გახდა ცნობილი. ჩნდება კითხვა, რაშია პრობლემა? რაში და ყურადღებიანები შეამჩნევდით, რომ ცეზარის გვარი კარდინი აშკარად იტალიურია. კი, ზუსტად მივხვდით, კარდინი იტალიელი ემიგრანტი იყო, ხოლო მისი რესტორანი კი მექსიკაში იმყოფებოდა, ამერიკის საზღვართან ახლოს ქალაქ ტიხუანაში. აშშ-ში ამ დროს მშრალი კანონი მუშაობდა, რომლის თანახმადაც ალკოჰოლი აკრძალული იყო ქვეყანაში. შეგიძლიათ გამოიცნოთ, სად არ იყო აკრძალული? სწორია, მექსიკაში. რესტორანს მიზნად ჰქონდა საზღვართან მცხოვრები ამერიკელი მოქალაქეების და ტურისტების შეტყუება ალკოჰოლის დაგემოვნების სურვილით. სწორედ ამ ყველა ფაქტორის გამო მექსიკელებიც და იტალიელებიც თვლიან, რომ სალათი ცეზარი მათ ეკუთვნით. 2008 წელი გახდა ის დრო, როდესაც ამ დაპირისპირებამ სრულფასოვანი ომის სახე მიიღო და 11 სექტემბერს მექსიკურმა ონლაინ კარტელმა ცეცხლი გაუხსნა იტალიელ მაფიოზებს და ვიკიპედიის გვერდზე წარმოშობის ქვეყანა მექსიკურზე გადააკეთა. ცნობისთვის მანამდე იქ იტალიურ-მექსიკური ეწერა. ცოტა ხანში მაფიოზებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და წარმოშობის ქვეყანა იტალიურზე გადააკეთეს. შემდეგი 1 წლის განმავლობაში ორივე მხარე რეგულარულად უტევდა ერთმანეთს და წარმოშობის ქვეყანა ვიკიპედიის გვერდზე მუდმივად იცვლებოდა, ხან მექსიკაზე და ხან იტალიაზე. ხოლო 1 წლის შემდეგ ფრონტის ხაზი როგორც იქნა გადაიწია, იტალიელებმა მძიმე არტილერია ჩართეს საქმეში, ტანკები, ბომბდამშენები და ასე შემდეგ. მათ წარმოშობის ქვეყანასთან ერთად მთლიანი პარაგრაფების შეცვლა დაიწყეს. მაგალითად, ერთ-ერთმა იტალიელმა აუტჯარისკაცმა
საკუთარი თეორია მოიგონა, რომ კარდინიმ სალათის რეცეპტი ძველ იტალიურ ხელნაწერებში ამოიკითხა და საერთოდ სალათი თურმე იულიუს კეისარის მოგონილი ყოფილა ჯერ კიდე რომის იმპერიის დღეებში. სასაცილო ის არის, რომ როდესაც იტალიელი აუტომეორის სუპერრეალური ისტორია წაშალეს, ის გაიქცა და სხვა რედაქტორებთან დაიწყო ჭხუბი და იმის მტკიცება, რომ ის ისტორიკოსია და შესაბამისად სხვებზე მეტი იცის. ან საერთოდ რა უფლება გაქვს, რომ ედავები შეგაუნათლებელო. ომი ისეთი დაძაბული და დაუნდობელი აღმოჩნდა, რომ ბოლოს ადმინისტრაციამ სტატია ცვლილებებისგან დაცვის ქვეშ მოაქცია, რომ მეტი ვანდალიზმი და ფსევდოისტორია აღარ მომხდარიყო მის გვერდზე. მაგრამ მაფიოზების აუტისტური ბატალიონი არ აპირებდა გაჩერებას, მათ სცადეს წაეშალათ ინფორმაცია, რომ კარდინი მექსიკაში ცხოვრობდა. 2012 წელს უკვე მექსიკაც გადავიდა ომის ბინძურ მეთოდებზე, ატომური ბომბი ჩამოაგდეს იტალიელების თავზე, სხვა სიტყვებით, მათ მიერ შეტანილი ყველა ცვლილება წაშალეს და საერთოდ გადააკეთეს მთლიანი სტატია. და ამასთან ერთად საკუთარი სუპერრეალისტური ინფორმაცია მოიგონეს სალათის წარმოშობასთან დაკავშირებით. თურმე სალათი მექსიკელმა ბოქსიორმა ხულიო ცეზარ ჩაუესმა მოიგონა. ალბათ როცა თავში მოხვდა მატჩის დროს, თვალწინ გაურბინა რეცეპტმა როგორც ცხოვრება სიკვდილის წინ, სანამ გონებას დაკარგავდა. პარალელურად კი ახალი ფრონტი გაიხსნა, უკვე საერთოდ სხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არანაკლებ აუტისტურ და არანაკლებ სასაცილო. და ეს იყო როგორ იწერება სწორად სახელი ცეზარი. ამის მიზეზი გახდა ის, რომ იტალიელებიც და მექსიკელებიც და მათ შორის ამერიკელებიც ამ სიტყვას სხვანაირად წერენ. კიდე ერთ ფრონტზე მიდიოდა ბრძოლა იმის გასარკვევად, თუ რომელია სწორი რეცეპტი, პომიდორები თუ მათ გარეშე და ასე შემდეგ. ყველა პატარა დეტალი ხდებოდა რედაქციული ომის ფრონტი. მამაცი მეომრები დაუღლელად აკონტროლებდნენ სტატიას, ის იყო მუდმივი 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ, რომ როგორც კი მეტოქე ცვლილება შეიტანდა, მამაც მეომრებს კონტრშეტევა გაეკეთებინათ და მაშინვე ჩაენაცვლებინათ ინფორმაცია იმით, რომელიც მათ ზუსტად მიაჩნდათ. ზოგიერთ ცვლილებას საერთოდ რამდენიმე წუთი ძლებდა საიტზე. ეს ყველაფერი ათზევით აღწერე უკვე წლებია გრძელდება და სტატია სალათ ცეზარზე უკვე 2000 ცვლილებას შეიცავს. ამ ეტაპზე კი ომს მექსიკელები იგებენ, თუმცა იტალიელების შეტანილი ცვლილებებიც ადგილზეა. სრულფასოვან გამარჯვებას ჯერ კიდევ ვერავინ მიაღწია, მოკლედ რომ ვთქვათ. რავი, აი ესეთი ისტორია გამოვიდა, დაწერით თქვენი აზრი კომენტარებში, ხოლო თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ასე ვთვლი, რომელ ქვეყანაში კარდინი მიიღო საჭირო კულინარიული ცოდნები, რომ ეს სალათი შეექმნა, კერძი იმ ქვეყანას ეკუთვნის. თუ მან კულინარიული განათლება მიიღო იტალიაში და შემდეგ ეს ცოდნები ჩაიტანა მექსიკაში და მათი მეშვეობით იქ შექმნა უკვე კერძი, მაშინ ეს უკვე მექსიკის საკუთრება აღარ გამოდის. თუმცა თუ საპირისპიროა სიმართლე და მექსიკაში ისწავლა ყველაფერი, რაც თავის პროფესიაში გამოადგა და შესაბამისად სწორედ ამან მიიყვანა ის სალათის შექმნამდე, მაშინ ის მექსიკის ნაწილია. Anyway, იმედია მოგეწონათ ვიდეო, თუ ასეა გამოიწერეთ არხი, დაუჭიოთ მხარი დამწყებ YouTubers, დავაკომენტაროთ, დავასუბსქრაიბოთ, ხოლო მე კი ძალიან მალე შეგხვდებით ახალ ვიდეოში. იმედია მოგეწონებათ ეს ფორმატი, იმიტომ რომ ვინც არ იცის და აქ პირველად არის საერთოდ გეიმინგ ვიდეოებს ვაკეთებდი აქამდე. ასევე ხშირად სტრიმავ და კარგი იქნება თუ შემოგვიერთდებით ამ სტრიმებზეც. მომავალ შეხვედრამდე. So please Sarapakara.